დილამშვიდობის ეთერშია დღის ნიუსრუმი, მე ვარ ლელა ბაღდავაძე. მაშასე 2025 წელი დასასრულს მიუახლოვდა, ამ წელს ბოლოჯერ ხვდებით ერთმანეთს, ამიტომ მთელს გადაცემას დავუთმობთ იმის შეფასებას, რაც სწორედ მიმდინარე წელიწადს გამოვიარეთ. ეს იყო ღრმა პოლიტიკური კრიზისის წელიწადი, მისი თანმდევი ძალიან მძიმე პროცესებით და ხელისუფლების მიერ მიღებული გაწყვეტილებებით, ამიტომ ამ ყველაფერს კიდევ ერთხელ გავიხსენებთ და გადავავლებთ თვალს. ირაკლი კუპრაძე და იაგო კაჭკაჭიშვილი, ისინი იქნებიან წლის ბოლო გადაცემის სტუმრები და დავიწყებთ ზუსტად 1 წუთში, იქამდე კი ტრადიციულად თვალი გადავავლოთ ბოლო სიახლეებს. გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის აღკვეთის მიზნით ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში პრევენციული ღონისძიებები გაატარეს. შედეგად მდინარე მტკვრიდან ამოღებულია საბურავებისგან დამზადებული 40 ერთეული თევზმახე. ეროვნული სატყეო სააგენტოს მონაცემებით 2025 წელს სააგენტოს წარმომადგენლებმა სამართალდარღვევის 900-მდე ფაქტი გამოავლინეს. ჩამორთმეული და საქმიანი ეზოებში დასაწყობებული ხის მოცულობამ ჯამში 1700-ზე მეტი კუბური მეტრი შეადგინა. ეროვნული სატყეო სააგენტოში განმარტავენ, რომ მიმდინარე წელს ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტებზე კანონმდებლობა გამგაცრდა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით ზამთრის სეზონზე ფოცხოეწერში მცხოვრები დევნილი მოსახლეობა ელექტროენერგიის გადასახადის დასაფარად 500 ლარიან ვაუჩერს მიიღებს. ინიციატივა გიორგი ჯინჭარაძემ იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობას პირადად გააცნო. მთავრობის თავმჯდომარე სამეგრელო ზემო რეგიონში მცხოვრებ მოწყვლადი კატეგორიის აფხაზეთიდან დევნილ ოჯახებს ესტუმრა და საახალწლო ნობათები გადასცა. მაშასე ეს არის დღის ნიუსრუმი, კიდევ ერთხელ მოგესალმებით და წარმოგიდგენთ ჩვენს პირველ სტუმარს, ირაკლი კუპრაძე, ლელო ძლიერის საქართველოს გენერალური მდივანია ჩვენთან ერთად. გამარჯობა ირაკლი და მადლობა. მოგესალმებით, მადლობა თქვენი მოწვევისთვის. ირაკლი, ამ წელს ბოლოჯერ ხვდებით ერთმანეთს, ეს ნიუსრუმის ბოლო გადაცემა, ამიტომ შევაჯამოთ მიმდინარე წელიწადი და თავის მხრივ ვისაუბროთ იმაზე, რაც შეიძლება ველოდებოდეთ და ველოდოთ 2026-ში. უდავოდ მძიმე წელიწადი იყო მთლიანად ქვეყნისთვის, ისე როგორც ცალკე აღებული ოპოზიციური პარტიებისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, წინააღმდეგობის მოძრაობაში ჩართული პირებისთვის, მედიისთვის, იქ კიდევ უფრო გაფუჭდა ურთიერთობები დასავლელ პარტნიორებთან, არ ვიცით მივდივართ საით და ასე შემდეგ სამწუხაროდ განვითარების პოზიტიურ დინამიკაზე არ გვიწევს დღეს საუბარი. აი დაარქვით სახელი 2025-ს მისი პერიპეტიებით. რისი გაკეთება შეეძლო ჩვენს ქვეყანას და ვერ გავაკეთეთ, იმიტომ რომ აი რიგი პოლიტიკოსის შეფასებაა, რომ ეს იყო ხელიდან გაშვებული წელი, საქართველო გამხდარიყო თანამედროვე წარმატებული, ძლიერი სამართლებრივი და ევროპული ტიპის სახელმწიფო. თქვენ როგორ შეფასებას მისცემდით ჯამურად 2025-ს? 2025 წელმა საერთოდ შესაძლებლობა მოგცა მათ შორის ოპოზიციური პოლიტიკურ პარტიებს და ლელოს, რომ დაგვერწმუნებინა მოქალაქეების დიდ ნაწილი, აქამდე რასაც საუბრობდით, იყო სიმართლე. მაგალითად, საუბრობდით ღარიბაშვილზე და მის კორუფციულ სქემებზე და აღმოჩნდა სიმართლე. საუბრობთ, რომ ლილუაშვილი იყო კოლ-ცენტრების მფარველი და კორუფციაში ჩაფლული, ინფრასტრუქტურის მინისტრის სხვები და სხვები. ყველა ის სისხლის სამართლის საქმე, რომელიც ახლა წამოიწყო ქართულმა ოცნებამ, არის მათ შორის გადანაწილება ძალაუფლების შიდა სისტემურად ქართულ ოცნებაში, თუმცა პარალელურად ადასტურებს იმას, რაც წლების განმავლობაში ჩვენ ვსაუბრობთ. 12 წელი, რასაც ვამბობდით, მე-13 წელს ქართულმა ოცნებამ საკუთარი ხელით დაადასტურა. უბრალოდ უნდა გვახსოვდეს ის, რომ მაგალითად ლილუაშვილს $3 მილიონ კი არ უნდა ედავებოდეს სინამდვილეში, ასეულობით მილიონს უნდა ედავებოდეს, მაგრამ სამს ედავება იმისთვის, რომ მას არ აინტერესებს კორუფციის გამოძიება, არამედ აინტერესებს უბრალოდ მისი რეპუტაციული დასჯა და სწორედ მხოლოდ მცირე ნაწილი შეურჩიეს, რაც ეხება ბაღებში ბავშვების გაძარცვას, ბავშვებისთვის საჭირო საკვების თანხის მოპარვას. ჯუანშერ ბურჭულაძეზე თავდაცვის ნაწილში ჯარისკაცებს ქურდავდნენ, აყაჩაღებდნენ. ეს შემადგენლობა, რაზეც საუბრობდით, რომ იყო სავსე კორუფციონერებით, რომლებიც ბავშვებს ძარცვავდნენ, ჯარისკაცებს ძარცვავდნენ და მათ შორის ფარცხალაძე, რომელიცაც დაგვირგვინდა რამდენიმე დღის წინ ეს ამბავი, არა მხოლოდ კორუფციონერები, ძარცველები, მექრთამეები არიან ამ გუნდში, არამედ მკვლელებიც არიან. და ოთარ ფარცხალაძე არის მკვლელობის დამკვეთი პირი, თავად ვიადასტურებენ ამას და გახსოვთ ალბათ ლელა, რომ ოთარ ფარცხალაძის დასანქცირებას და შემდეგ ეროვნული ბანკის მხრიდან სანქციებისგან თავის არიდების მცდელობას ლამის ქართული საფინანსო სისტემის ჩამოშლა მოყვა. ანუ რაზე მიუთითებს ეს ყველაფერი?
ივანიშვილს ყავს გარემოცვა, რომელიც არის კრიმინალური მენტალობის გარემოცვა და მის გადასარჩენად რაღაც მომენტში ის კონკრეტულ ანტისახელმწიფოებრივ ნაბიჯებს დგამს და მეორეს მხრივ, როცა ისინი აღარ არიან საჭირო, მათ იშორებს, აფუჭებს პოლიტიკურად საჯარო სივრცეში და ანადგურებს. ეს არის ის სიმართლე, რაზეც ამდენი ხნის განმავლობაში ვლაპარაკობდით ჩვენ. სამწუხარო მოცემულობა იქნება და საერთოდ არ მექნება უპირატესობის ან რაღაცა გამარჯვებულისგან, რომ აი ხო მართალი ვიყავ, ამას ვერ ვიტყვი მაინც, იმიტომ რომ ქვეყანა ზარალდება ყველა პროცესში, მაგრამ ბოლოს მართალი აღმოჩნდებით ივანიშვილთან მიმართებაშიც, კალაძესთან მიმართებაშიც, კობახიძესთან მიმართებაშიც, რომლებიც ასევე არიან ჩაბმული ამ კორუფციის ფერხულში და კახკალაძე, რომელიც კავშირშია ყველა იმ ძიმე გადაწყვეტილებასთან, როგორც მათ შორის პარტიის გენერალური მდივანი, საკადრო პოლიტიკასთან არის კავშირში ის, მასაც აუცილებლად მოუწევს პასუხისგება და უნდა ესმოდეს, რომ ივანიშვილი მასაც ფარცხალაძეზე ჩაგეკითხები, იქიდან გამომდინარე, რომ ახალია შედარებით ეს თემა და მე უკვე სხვა კუთხით მინდა რომ განვაგრძოთ საუბარი. ოთარ ფარცხალაძის ადვოკატი გაგი მოსიაშვილი ავრცელებს განცხადებას და გარდა იმისა, რომ დაცვის მხარი ვთქვათ, უსაფუძვლოდ აფასებს ფარცხალაძის მიმართ ბრალდებებს და იქ სამართლიანი სასამართლოს აუცილებლობაზე საუბრობს, ამბობს, რომ ემიჯნებიან საქმის პოლიტიკურ კონტექსტში გადატანის ნებისმიერ მცდელობას. აი როგორ ფიქრობთ, რატომ არ სურს ფარცხალაძეს მისი საქმის უკან ვინმე პოლიტიკური ქვეტექსტები ეძებოს? არც შეიძლება ოთარ ფარცხალაძეს კიდევ აქვს იმედი, რომ ივანიშვილთან დალაგდება და შეძლებს გამოსყიდვას რაღაც ტიპის დანაშაულებების, რომელიც მას პერსონალურად ივანიშვილთან აქვს. ივანიშვილს არ ადარდებს არც ერთი კრიმინალური ნაბიჯი მათი მხრიდან, მისი გარემოცვის მხრიდან, მას ადარდებს მისი პერსონალური ინტერესები. გავიხსენოთ მაგალითად გუშინ გაკეთებული პროკურატურის მხრიდან გაკეთებული განცხადება, სადაც პროკურატურა ამბობს, რომ ეს იყო და ოთარ ფარცხალაძე და მისი გარემოცვა არის დროთა განმავლობაში, მეტნაკლებად ვციტირებ, დროთა განმავლობაში შექმნილი კრიმინალური დაჯგუფება, რომელიც დანაშაულებებს ჩადიოდა რაღაც დროის განმავლობაში. ანუ კრიმინალურ დაჯგუფებაზე ვსაუბრობთ, რომელიც იყო ქართული ოცნების წიაღში წარმოშობილი, აი ეს ცემა-ტყეპა სარდაფებში ჩაყვანა მინისტრების, მათზე ფიზიკური ძალადობა, შანტაჟი, მუქარა, მოსყიდვა, ქთამები, შავი ფულის მფარველობა, ბიზნესის უკანონო მფარველობა და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი ფარცხალაძესთან იყო დაკავშირებული. აქამდე ამაზე არ ვსაუბრობდით, რაღაცა 10 მანქანიანი კორტეჟით რო დადიოდა და პარალელურად იარაღიანი დაცვები დაყვებოდა. ამაზე ყველა ვსაუბრობ. ყველამ ხოლმე იცოდა ეს, რომ კრიმინალური დაჯგუფება, რომელიც დანაშაულებებს ჩადიოდა, არსებობდა. ახლა არსებობდა ივანიშვილის წიაღში, ქართული ოცნების წიაღში და პოლიტიკურად თუ არაპოლიტიკურად ეს არის დამნაშავეთა ჯგუფი. თუმცა მნიშვნელოვანია, პოლიტიკას ვერ გამოაკლებს ვერანაირად ფარცხალაძე, იმიტომ რომ ის ხო პოლიტიკური ძალაუფლებით სარგებლობდა. როცა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთის სასარგებლოდ და საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო ჯაშუშობისთვის დაასანქცირა ოთარ ფარცხალაძე და ჯაშუშობისთვის სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს გადაეფარა მთელი ქართული ოცნება და ივანიშვილი და იმისთვის რომ ეს სანქციები არ გავრცელებულიყო ოთარ ფარცხალაძეზე, ლამის საფინანსო სისტემა ჩამოშალეს, უზარმაზარი რისკის ქვეშ დააყენეს. შეუძლებელია რომ ეს ადამიანი და მისი დანაშაულებები არ იქნეს განხილული პოლიტიკურ ასპექტში. კარგი, ირაკლი, მინდა ვისაუბროთ იმაზეც, ქართული ოცნების შესახებ რა გავიგეთ სხვადასხვა მოვლენიდან, როცა ის დაუპირისპირდა იგივე აქციის მონაწილეებს, დაუპირისპირდა ოპონენტებს და მოდით პირველ რიგში აქცენტს იმ ადამიანებზე გავაკეთებ, ვინც პროტესტში მონაწილეობის გამო აი დღესაც კი საპატიმროებში არიან, ანუ საბოლოო ჯამში აღმოჩნდნენ ციხეში. ბევრს ჰქონდა მოლოდინი, რომ ათეულობით მომიტინგის პატიმრობა ხელისუფლებისთვის მძიმე ტვირთი იქნებოდა, რის ჩამოხსნასაც ქართული ოცნება შეეცდებოდა და რაღაც ტიპის გამოსავალს მოძებნიდა, თუმცა, რა ვიცი, მთელმა წელმა გაიარა ისე, რომ არათუ არ მოიძებნა მექანიზმი ამ ადამიანების გათავისუფლებისთვის, არამედ პირიქით კაცრი სასჯელები იქნა გამოტანილი მომიტინგეების მიმართ სასამართლოების მხრიდან. აი კიდევ ერთხელ, რისი მაგალითი აჩვენეს და ამ დრომდე აჩვენებენ აქციის დაპატიმრებული მოქალაქეები და მეორე მხრივ რატომ იყო და არის მათ მიმართ, აი თქვენი შეფასებით სახელმწიფო, შეიძლება ითქვას უკიდურესად ხისტი. ანტიქართული ოცნება ხისტი დაკავებულებთან მიმართებაში არის მხოლოდ ერთადერთი მიზეზით. ეს არ არის არც სამართალი, ეს არ არის არც სამართლიანობა, არამედ წნეხი და პოლიტიკური დევნის
შიშის გაჩენა, პოლიტიკური შიშის გაჩენა ივანიშვილის რეჟიმის მიმართ და ივანიშვილის რეჟიმი მაქსიმალურად ცდილობს, რომ დაკავებულებზე განახორციელოს ზეწოლა, გატეხოს მორალურად, შესთავაზოს შეწყალების მექანიზმები და ჩვენ ყველა პასუხი ვნახეთ. მაგალითად, გუშინ გავრცელდა საპატიმროდან გლდანის საპატიმროდან ვასილ კაძელაშვილის წერილი, სადაც ის ამბობს, რომ მასზე მიმდინარეობდა ზეწოლა და წნეხი იმისთვის, რომ მას დაედო ხელი კონკრეტული პარტიისთვის. ვასილ კაძელაშვილი ლელოს წევრია, ის დაკავებულია აქციების პირველივე დღიდან, გამოგონილი ბრალდებით ზვიად ცეცხლაძესთან, ვეფხია კაცრაძესთან და სხვებთან ერთად. და მას აქვს ცალსახა პოზიცია, რომ არც შეწყალების თხოვნა არ იქნება, არც ვინმეზე ხელის გაშვერა არ იქნება, ის მზად არის სამწუხაროდ თან გვილოცავს ახალწელს და თან გვეუბნება, რომ მზად არის სხვა ახალ წლებსაც შეხვდეს პატიმრობაში, ოღონდ ღირსეულად, ისე რომ პარალელურად ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა ყველა შესაძლებლობით და წინააღმდეგობის გაწევა ივანიშვილის რეჟიმისთვის. მათ აქვთ ერთი სიმყარე, მორალური სიმყარე პატიმრებს და პარალელურად ჩვენ გვჭირდება ძალიან დიდი სიმტკიცე გამოჩენილი თავისუფლებაზე, სანამ ვართ ყოველ შემთხვევაში, თავისუფლებაზე იმისთვის, რომ მივაღწიოთ იმას, რისთვისაც ეს ადამიანები ციხეში შედან. ეს არის თავისუფლება, თავისუფალი არჩევნები, ევროინტეგრაცია და ასე შემდეგ. დაპატიმრებული მომიტინგეების გარდა არიან აქციის მონაწილეები, რომლებიც ერთ წელზე მეტია აგრძელებენ ქუჩაში დგომას და მათ შესახებაც ვისაუბრეთ. ანუ რაც შეეხება ზოგადად წინააღმდეგობის მოძრაობას, რომელსაც 2025 წელს შეიძლება ითქვას, რომ არ ქონია ჩავარდნა არც ერთი დღითაც კი მიუხედავად იმისა, რომ არაერთ გზის გაამკაცრეს შეკრება მანიფესტაციის გამართვის წესები. აი წელი მთავრდება მოცემულობით, როცა ტროტუარზე დგომაც კი დასჯადი გახდა უკვე მიტინგეებისთვის, თუმცა როგორც უკვე აღნიშნე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, აქციის მონაწილეები მაინც გამოხატავენ პროტესტს, რაც ფასდება როგორც წელში გამართული მოქალაქის მაგალითი. აი რა აჩვენეს უკვე უშუალოდ ადამიანებმა, რომლებიც სისხლის სამართლის წესით არ დასჯილან და არ დაუჭერიათ, მაგრამ ადმინისტრაციული წესით თქვათ არაერთხელ დააკავეს, ან ბევრჯერ დააჯარიმეს, თუმცა ამის მიუხედავად ჯიუტად არ წყვეტენ ქუჩაში გასვლას და მეორე მხრივ რამდენად იზიარებთ მათ პოზიციას, ვინც ფიქრობს, რომ ქართულ ოცნებას არაფერი აშინებს ისე, როგორც პროტესტი და საპროტესტოდ ქუჩაში გამოსული ეს ადამიანები. სამოქალაქო პროტესტი არის უმნიშვნელოვანესი და ძალიან ღირებული. მე არ დავატოლებდი არც პროტესტს, არც საგარეო ველზე მუშაობას, არც კორუფციის წინააღმდეგობას, არაფერს ერთმანეთს, იმიტომ რომ ყველა ველი არის ძალიან მნიშვნელოვანი და ყველა მხარე უნდა გავაძლიეროთ. ერთადერთი ისი სურვილიც მაქვს, რომ მომავალი წლიდან, როგორც აი წელი, ახალი წელი, წარსულთან დამშვიდობების და რაღაც მომავალი სურვილების წელი ყოფილიყო, სადაც თანამოაზრეები, რომლებიც ძირითადად თანხმდებით, რომ ივანიშვილის რეჟიმი გუდავს საქართველოში თავისუფლებას, დემოკრატიას და სამოქალაქო ინტერესებს, თავის მხრივ აქეთ მხარეს დგას თავისუფლების მსურველი საზოგადოება, ერთმანეთს არ ეკინკლავებოდნენ, ერთმანეთს არ ეწინააღმდეგებოდნენ, ერთმანეთს არ აკრიტიკებდნენ მიუღებელი ფორმებით და არსებობდეს ის ძირითად შეთანხმება, ძირითად ერთობაზე, თუნდაც სტრატეგიულად რაღაც მინიმალური განსხვავებებით, რომელიც არ მისცემს შესაძლებლობას ხელისუფლებას, რომ შემოიტანოს დათიშვა და დაყოფა, დაყავი და იბატონეს პრინციპით. ბიძინა ივანიშვილმა ძალიან ბევრ წარმატებას მიაღწია, როცა ერთმანეთს ლანძღვაში ატარებს ოპოზიცია პარტიულად, სამოქალაქო აქტივისტები თუ მედია თუ სხვა ერთმანეთის ლანძღვაში ატარებს დროს. ეს უნდა ჩავაბაროთ წარსულს და ფოკუსი უნდა გავასწოროთ ყოველდღიურ წინააღმდეგობაზე, რაც არის მათ შორის ქუჩის პროტესტი და სამოქალაქო პროტესტი, საგარეო ველზე მუშაობა, ყველას ჩვენი როლი და წვლილი გვაქვს. ოპოზიცია ახსენეთ და ახლა სწორედ თქვენ სპექტრზე მინდა ვისაუბროთ. ახლა გრანტების შესახებ კანონში ცვლილებებმა, ისე როგორც ამერიკული ფარას სახელით მიღებულმა კანონმა, რომელიც ასევე 2025 წელს ამოქმედა ხელისუფლებამ, როგორც ამბობენ, მოგუდვის საფრთხის წინაშე და
აყენა არასამთავრობო ორგანიზაციები, თუმცა სერიოზული პრობლემები შეუქმნა ხელისუფლებამ სწორედ ოპოზიციურ პარტიებს და ამიტომ კარგი იქნება თუ ცოტა დროს ამ თემასაც დაუთმოთ. ეხლა წლის 7-დან დაიწყო, წლის მეორე ნახევრიდან დაიწყო ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაპატიმრება, მათ შორის დააკავეს უშუალოდ თქვენი პოლიტიკური ძალის დამფუძნებლები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, ისე როგორც უკვე წლის ბოლოს ციხეში აღმოჩნდა თქვენი კოალიციის კიდევ ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი. საბოლოოდ ხაზარაძე ჯაფარიძე კი გათავისუფლდნენ მიხეილ ყაველაშვილის შეწყალების საფუძველზე, თუმცა მაინც ჯამურად როგორი წელი იყო 2025 ოპოზიციური სპექტრისთვის და მათ შორის უშუალოდ ლელოსთვის. ამ წელმა პოლიტიკურად გაგაძლიერად თუ დღეს ქართულმა ოცნებამ მიაღწია და კიდევ უფრო სუსტია ოპოზიციური სპექტრი, ვიდრე ეს იყო თუნდაც შარშა. პირველ რიგში ნამდვილად ძიმე წელი იყო ჩვენი ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი ამჟამადაც პატიმრობაში იმყოფება. მამუკა ხაზარაძე ბადრი ჯაფარიძეზე არის კიდევ დამატებითი ახალი ბრალი წარდგენილი აწუკვე საბოტაჟის მუხლით და თავის მხრივ ველოდებით კიდევ ახალ ბრალდებებს, იმიტომ რომ ეს განცხადებები ისმის მაგალითად არაბული ეგრეთ წოდებული ინვესტიციების მიმართ ჩვენ კრიტიკული დამოკიდებულების ფარგლებში მათი მხრიდან რაღაც ახალი შემოიტანეს, სადაც ისინი საუბრობენ ფასებზე, თითქოს მამუკა ხაზარაძე ადგენს ფასებს და რაღაც სიგიჟები, რომელიც ყოველდღიურად და ახალ საგამოძიებო კომისიას ქმნიან არალეგიტიმურ პარლამენტში. და ეს ახალი საგამოძიებო კომისია იქნება სავარაუდოდ კიდევ ერთი მექანიზმი პოლიტიკური რეპრესიებისთვის და ძალადობისთვის. ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი ამბავია ის, რომ ხო ოპოზიცია როგორი ფორმაშიც არ უნდა იყოს, ჩვენ გადაჯაჭვული ვართ პირდაპირ საზოგადოების სიძლიერესთან, ძლიერებასთან. ჩვენ სიძლიერეს უყურებთ იმასთან მიმართებაში, რამდენად ოპოზიციურია საზოგადოება და ვფიქრობთ, საზოგადოების სრული უმრავლესობა საქართველოში არის ოპოზიციური, ეს ბევრად უფრო ცხადი გახდება თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების პირობებში. თუმცა ეს რამდენად ნიშნავს იმას, რომ ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოების დიდი ნაწილის ნდობა აქვს რომელიმე ოპოზიციურ პარტიას და რომელიმე ესე არ მგონია, რომ ან ჩვენ ან სხვას აქვს გამორჩეულად დიდი მხარდაჭერა, ერთმანეთისგან განსხვავებული მხარდაჭერა, ეს წინა არჩევნებმაც აჩვენა, თუმცა ფაქტობრივი მოცემულობა, რომ ეს მხარდაჭერა ყოველთვის ნაწილდება ძირითად ოპოზიციურ პარტიებზე. აი რაც შეეხება და აქცენტი მინდა გავაკეთოთ ამაზეც, რამდენად არის დღეს ოპოზიცია იმ ფორმაში, წინა კითხვაშიც გკითხეთ ეს, იმ ფორმაში, რომ რეალური წინააღმდეგობა გაუწიოს ქართულ ოცნებას და გაუწიოთ რეალური კონკურენცია. თვითონ ქართული ოცნების ლიდერების შეფასებაა, რომ ოპოზიცია არ არსებობს და თავი რომ დავანებოთ მათ შეფასებასაც ოპოზიციური სპექტრის მისამართით, ამ შემთხვევაში უკვე ანალიტიკოსთა პოზიციას გულისხმობ, რა ვიცი, ბოლო 1 წელია შეიძლება ითქვას, რომ კარგი არაფერი ისმის, დასუსტებული, დაქსაქსული, დაყოფილი, დისკრედიტებული, დემორალიზებული. სამწუხაროდ ამ ძირითადად ამ ტიპის არის ის შეფასებები და განცხადებები, რასაც ვისმენთ და ხედავთ ოპოზიციური სპექტრის მიმართ. შესაბამისად, ერთია ვთქვათ რა წვლილი აქვს ოპოზიციის ამ მდგომარეობამდე მიყვანაში ქართულ ოცნებას, მაგრამ მეორეა, რამდენად გაქვთ შეცდომები დაშვებული თვითონ თქვენს ფლანგზე, ანუ გულისხმობ ოპოზიციური ძალების მიერ დაშვებულ შეცდომებს და ამავე დროს რას ეტყოდით მათ ვიც ფიქრობს, რომ ოპოზიციას შეუძლია მეტი, მაგრამ არაკეთებს, მათ შორის იმიტომ, რომ ამოდის არა ვთქვათ სახელმწიფოებრივი, არამედ უფრო მეტად პარტიული და პირადი ინტერესებიდან. არ ვეთანხმები ამ შეფასებებს გასაგებ მიზეზების გამო, ის რომ ოპოზიციის ნაწილი შებოჭილი აქვს ხელები უფრო აქტიური საქმიანობისთვის, ეს დამოკიდებულია იმაზე, რომ რეპრესიული მანქანა ბევრად უფრო ძლიერად არის ამუშავებული, თუმცა ვერავინ ვერ იტყვის და არავის არ აქვს იმის უფლება, არც ობიექტურად, არც მორალურად, რომ მაგალითად ლელოა სხვა ოპოზიციური პარტიების, სხვებზეც ღიად ვისაუბრებ, უკან იხევენ რაიმე პროცესში. ყველა თითქმის ყველა ლიდერზე ან აღძრულია საქმე, ახალი საქმე, ან იმყოფებიან პატიმრობაში, არ არსებობს პოლიტიკური პარტია, მათ შორის გახარია დევნილობაში და ასე შემდეგ. არ არსებობს პოლიტიკური პარტია, რომელიც არის ოპოზიციური და რომელიც თავისუფლად ოპერირებს. ამ პროცესში შეუძლებელია ვთქვათ ის, რომ პარტიები არ ცდილობენ, არ იბრძვიან და მათ არ აქვს სურვილი და მზაობა, რომ ხელისუფლება შეიცვალოს. თავის მხრივ უნდა ვთქვათ, რომ რესურსული სერიოზული მძიმე კრიზისია, მაშინ როცა პარლამენტში არ შესვლით
თავის მხრივ ჩაიხსნა საბიუჯეტო დაფინანსება, უფასო სარეკლამო დრო და მხარდაჭერა სატელევიზიო ეთერებში, საარჩევნო კამპანიების პირობებში და ასე შემდეგ. ბევრი წინააღმდეგობა წამოვიდა იმ პრინციპული გადაწყვეტილებების შემდეგ, რაც ოპოზიციურმა პარტიებმა მივიღეთ. ლელოსთვის ყოველთვის ღირებული იყო უფრო მეტად, რომ პრინციპულად სწორი გადაწყვეტილებები და ნაბიჯები მიგვეყო, ვიდრე რაიმე რესურსებზე დაგვეწყო რაღაცა შორიდან ყურება, თუნდაც საბიუჯეტო დაფინანსებაზე, რაზეც უკვე ორი არჩევნებია უარი გვაქვს ნათქვამი. მეორე საპარლამენტო არჩევნები და საპარლამენტო ციკლში ჩვენ უარი ვთქვით საბიუჯეტო დაფინანსებაზე კონკრეტული მოცემულობის გათვალისწინებით. ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ ოპოზიცია შესწევს ძალა ერთად იმუშაოს და ერთად მუშაობა ნიშნავს მხოლოდ სტრატეგიულ ერთობას და არა რაღაც განსაკუთრებულ ერთ ნომერს ან ასე შემდეგ ამის აუცილებლობა ჯერჯერობით არ დგას. თავის მხრივ მნიშვნელოვანი და პრინციპულია ის, რომ საზოგადოებამ გააკეთოს არჩევანი და თქვას, რომ კი ოპოზიციურ პარტიებში არის ისეთი არჩევანი, სადაც შეიძლება რომელიმე პარტიის ინტერესს მოქალაქე შეუთანხმდეს, შეეთავსოს და თავადაც უნდა გადაწყვიტონ ეს შთაბეჭდილება, მაინც უფრო გრჩება შთაბეჭდილება, ანუ ოპოზიციური პარტიების პოზიციონირება რიგ შემთხვევაში უფრო მეტად ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ იმყოფებით პასიურ პოლიტიკურ სიტუაციაში, ვიდრე აქტიურში. და ამ კონტექსტშიც მოდით უშუალოდ ლელოზე ჩაგეკითხებით, აი მინიმუმ რამდენიმე კვირაა და თვალშისაცემია ის გარემოება, უშუალოდ თქვენი პარტიის დამფუძნებლები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, ფაქტობრივად აღარ ჩანან, იმასაც კი ამბობენ, რომ პოსტების დაწერაც კი ასე ვთქვათ, შეწყვიტეს სოციალურ ქსელში, ვთქვათ, თავი რომ დავანებოთ და არაფერი ვთქვათ, მათ ფიზიკურად გამოჩენას და აქტიურობას. აი რა ხდება იქნებ გითხრათ, ეს რითი უნდა აიხსნას, სად არიან თქვენ უშუალოდ თქვენი პარტიის დამფუძნებლები და ამავე კონტექსტში აი პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძის პოზიციაზეც დაგისვავთ კითხვას, რომელიც არ გამორიცხავს, რომ ხაზარაძე ჯაფარიძემ პოლიტიკიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო. აი თქვენი ლიდერების პასიურ პოლიტიკურ პოზიციაში გადასვლა. არ ვიცი, პოლიტიკიდან წასვლის განწყობას ხომ არ უნდა აჩვენებდეს მათი მხრივ? არა, პირველივე პასუხი რო იყოს, არა, მამუკა და ბადრი არიან ბრძოლის ველზე, მათ ისინი არიან წინააღმდეგობაში. ბადრი ჯაფარიძე იმყოფება საქართველოში, მამუკა ხაზარაძე იმყოფება საგარეო ვიზიტში, ისინი აქტიურად არიან ჩართული ყველა პარტიულ საქმიანობაში. ყოველდღიურ პარტიულ საქმიანობაში და ჩვენ ძირითადი საზრუნავი არის ის, რომ პარტიული ინფრასტრუქტურა, პარტიის წევრები, მხარდამჭერები იმყოფებოდნენ სრული მხარდაჭერის პირობებში, მუშაობდნენ განსაკუთრებულად რეგიონებში, სადაც ყველა პოლიტიკურ პარტიას ძალიან უჭირს და განსაკუთრებულად ოპოზიციურ პარტიებს და ჩვენ გვინდა რომ შევავსოთ სწორედ ის ყველაზე რთული ადგილები, რთულად სამუშაო ადგილები, სადაც მეტი ენერგიაა ჩასატები. რეგიონებზე ძალიან დიდი ყურადღებით გამოვირჩევით, შევინარჩუნეთ მათ შორის ოფისები, სტრუქტურები, ადამიანები მინიმალური მხარდაჭერით იმისთვის, რომ სამწუხაროდ უნდა ითქვას, რომ სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა ეს ვერ შეძლეს, ის რომ ჩვენ ამას ვაკეთებთ, ნიშნავს ერთადერთ რამეს, რომ ჩვენ ვრჩებით ბრძოლის პროცესში, ვიყურებით მომავალში და გვინდა რომ მზად დავხვდეთ ყველა იმ ტიპის გამოწვევას, სადაც ივანიშვილის დამარცხება იქნება გარდაუვალი და შესაძლებელი. ეს იქნება შეიძლება ახალი არჩევნები, შეიძლება საპროტესტო მუხტის გაძლიერება და ასე შემდეგ. ირაკლი, ჩვენი საუბრის ერთგვარად რეზიუმე რომ გავაკეთოთ, აი ყველაფერი იმის გათვალისწინებით, რაზეც ვისაუბრეთ და რაზე საუბარიც ვერ მოვასწარით, რას შეიძლება ველოდებოდეთ 2026 წელს, ესეც რომ გითხრათ, ისე როგორც საინტერესოა, კარგს რას ხედავთ, როცა საუბარია 2025-ის შედეგების შეჯამებაზე. ცუდი მართლაც ბევრი ჩამოვთვალეთ, როცა მიმდინარე წელი შევაფასეთ. კარგი რა იყო, ესეც რომ გითხრათ. მიუხედავად იმისა, რომ 2025 წელმა ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, დავკარგეთ კიდევ ერთი წელი, ამის პარალელურად ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური სიცხადე. რაც შემოიტანა ივანიშვილის მხრიდან ნიღბის ჩამოხსნამ. ნიღბის ჩამოხსნის პირობებში ჩვენმა საზოგადოებამ გარდაულად, ვისაც არ უნდა რომ ხელი აიფაროს თვალებზე და ყურებზე ხელი აიფაროს, დაინახა რას წარმოადგენს ივანიშვილი.
ის არის მემკვიდრე ძალადობრივი მურუსიძის სასამართლოსი, იმ პროკურატურის, რომელიც ძალადობდა, იმ სუსის, კუდის და ყველა იმ ძალიან მძიმე წარსულის, რომელიც არავის არ მოწონდა, შეცვლის სურვილით არჩევანი გააკეთა ალტერნატივაზე და მიიღო ბევრად უფრო მძიმე შედეგი. ის რომ სიცხადე შემოვიდა და აქამდე არსებული ჩვენი მხილება უკვე ფაქტობრივად დადასტურდა, ფაქტობრივად მათივე ენით და მათივე პირობებში დადასტურდა, ის არის მნიშვნელოვანი, რომელიც მოგცემს შესაძლებლობას საბოლოოდ დაუსვათ წერტილი ბოროტებას, რაც ჩვენს გარშემო ხდება. მადლობა იმისთვის, რომ იყავით ჩვენი სტუმარი, წინასწარ გილოცავთ შობა ახალ წელს და მსმენელსაც და მაყურებელსაც. დაგემშვიდობებით უკვე მომავალ წელს, რა თქმა უნდა, შევხვდებით ერთმანეთს. ირაკლი კუპრაძე იყო ჩვენი სტუმარი, ახლა რეკლამის შემდეგ იაკო კაჭკაჭაშვილი გვერდდება, ასე რომ დაგვარდით. მაშასე რეკლამა დასრულებულია, ბრუნდებით პირდაპირ ეთერში და გვერდდება ჩვენი კიდევ ერთი სტუმარი, სოციოლოგი იაკო კაჭკაჭაშვილი იმყოფება ჩვენთან ერთად. გამარჯობა ბატონო იაკო და მადლობა რომ შემოგვერთით. მოგესალმებით ლელა, მოგესალმები აუდიტორიას. ბატონო იაკო, აი წელი მიიწურა და დადგა დრო, შევაფასოთ რითი დაგვამახსოვრა თავი 2025-მა საით წავიდა ამ წელს ჩვენი ქვეყანა და ვინ რა ძალა მართავს დღეს საქართველოს, იმიტომ რომ ქვეყნის შიგნით თუ გარეთ კვლავ ბევრი კითხვა რჩება დღევანდელი ხელისუფლების დღევანდელი პოლიტიკის მიმართ. აი ერთ-ერთი პოლიტიკოსის შეფასება ივანიშვილ კობახიძის რეჟიმი არსით, სულისკვეთებით, შეფერილობით, ფორმით და შინაარსით რუსული ყაიდისა. ივანიშვილმა მმართველობის კრემლისტური მეთოდები დანერგა და ახლა კობახიძემ გაამრავალფეროვანა. თქვენ რა დაინახეთ უშუალოდ 2025 წელს ქართული ოცნების მმართველობის სტილში და საიდან სად გადაისროლა მმართველობის ამ სტილმა ჩვენი ქვეყანა? 2025 წელი ნამდვილად იყო აღბეჭდილი ერთი მხრივ ქართული ოცნების ავტორიტარიზმის გაღრმავებით, ავტორიტარული ძალაუფლების გაღრმავებით და უამრავი რეპრესიული მექანიზმის ინიცირებით, რაც იმ ძალაუფლების ძალაუფლების ძალადობრივად შენარჩუნებას ემსახურება, თუ შეიძლება ასე ითქვას. და მეორე მხრივ ასევე ეს წელი იყო ავტორიტარიზმის წინააღმდეგობის მოძრაობის სტაბილურობის და წინააღმდეგობის მოძრაობის ასე ვთქვათ გამჟღავნების სტაბილური გამჟღავნების წელი. ესე იგი, რაც უფრო იზრდება ქართული ოცნების ავტორიტარიზმის ხარისხი, რაც უფრო იზრდება ქართული ოცნების ძალაუფლების მადა და რაც უფრო მეტ რეპრესიულ მექანიზმს იყენებს ის, მით უფრო ასე ვთქვათ ძლიერია, მით უფრო სტაბილურია წინააღმდეგობის მოძრაობა, რომელიც შესაძლოა მასშტაბურად, ანუ რაოდენობრივი თვალსაზრისით ასე ვთქვათ გამოხატული არ არის იმ დოზით, რა დოზითაც ოპოზიციური განწყობები საქართველოში არსებობს, მაგრამ ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2025 წელს ქართულმა ოცნებამ ქართულ საზოგადოებას და მარტივად ვთქვათ, თავი ვერ მოაწონა და საკუთარი ძალაუფლების სამართლიანობაში ვერ დაარწმუნა. აი ძალიან მარტივი შეკითხვა რო დავსვათ ველა, რატო ჭირდება ხელისუფლება ზოგადად, რატომ ჭირდება ხელისუფლებას რეპრესიული მექანიზმების შემოღება სამართლებრივად სხვა დონეზე. არა ჭირდება იმიტომ, რომ ის ასე ვთქვათ საზოგადოებაში კარგავს ნდობას, ის საზოგადოებაში კარგავს ლეგიტიმაციას. მაშ ქართული ოცნების ავტორიტარიზმის ხარისხის ზრდა განაპირობა მის მიმართ ნდობის, ანუ ლეგიტიმაციის შემცირებამ. და ამითიც არის 2025 წელი აღბეჭდილი. ქართულმა ოცნებამ ქართული ოცნების დელეგიტიმაცია გაღრმავდა, შესაბამისად გაძლიერდა რეპრესიული მექანიზმები, რამაც თავის მხრივ განაპირობა წინააღმდეგობის მოძრაობის სტაბილურობა. აი ნდობის დამოწონების ნაკლებობის საკითხზე ქართულ ოცნებასთან მიმართებაში საუბარს ჩვენ აუცილებლად განვაგრძობთ იქამდე ავტორიტარიზმის გაღრმავებაზეც ისაუბრეთ ასევე ქართულ ოცნებასთან დაკავშირებით და ამ კუთხით მინდა კიდევ ერთი კითხვის დასმახა. მთელმა წელმა გაიარა და ამასობაში ალბათ თვითონ ქართული ოცნებაც მიეჩვია, როცა მის მმართველობას ადარებენ რუსულს, ისე როგორც
მთელი წლის განმავლობაში ხედავდით პარალელებს საქართველოსა და ბელარუსს შორისაც. აი თუ შეგიძლიათ ჩამოთვალოთ და გავაკეთოთ ეს მაყურებლებისთვის მსგავსებები საქართველოსა და რუსეთს, ბელარუსსა და რუსეთს შორის, ანუ რითი დავემსგავსეთ კონკრეტული მაგალითების საფუძველზე ამ ორ ქვეყანას. დიახ, ეს კარგი შეკითხვაა, მადლობა ამ შეკითხვისთვის. ხშირად გავიგონებთ, რომ ქართული ოცნებისთვის როლური მოდელი ეს არის ევროპული კონსერვატიზმი, ვთქვათ, ისეთი როგორიც უნგრეთშია ურბანის ხელისუფლების სახით, ან ისეთი როგორიც სერბეთშია, ვთქვათ, ვუჩიჩის ხელისუფლების სახით, ან სლოვაკეთშია, ვთქვათ, ფიცოს ხელისუფლების სახით. მაგრამ ქართულმა ოცნებამ აბსოლუტურად კაფიო დაჩვენა, რომ მისი ავტორიტარიზმი ძალიან შორსაა ევროპული კონსერვატიზმისგან და ძალიან შორსაა უბრალოდ რადიკალური მემარჯვენე იდეოლოგიის განხორციელებისგან, ხო? და ვთქვათ, უფრო მეტი არსებითი მსგავსება ქართული ოცნების ხელისუფლებას აქვს რუსულ რეჟიმთან, რუსულ ავტორიტარულ რეჟიმთან, ან ბელარუსულ ავტორიტარულ რეჟიმთან, რომელიც ძალიან მარტივად ნიშნავს შემდეგს, ეს ნიშნავს ძალაუფლების გამყარებას სამართლებრივად, როდესაც ეს, ასე ვთქვათ, სამართლებრივი რეგულაციები, შემოტანილი ახალი სამართლებრივი რეგულაციები ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს, საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებს და ეწინააღმდეგება ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს. იწყებს ასევე რუსულ ავტორიტარულ და ბელარუსულ ავტორიტარულ რეჟიმთან ქართული ოცნების ხელისუფლებას, ასე ვთქვათ, სიღრმისეულად აკავშირებს ის, რომ მას სურს, ასე ვთქვათ, პოლიტიკურ ველზე დარჩეს მეტნაკლებად წონადი ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის გარეშე და ჩვენ ვხედავთ, რომ ეს წელიც ასევე ამით იყო გამორჩეული, რომ ქართულმა ოცნებამ დაანონსა და ამ კანონებიც მიიღო და ასე ვთქვათ, სრულიად მიზანმიმართული პოლიტიკა გაატარა იმ მიმართულებით, რომ მეტნაკლებად მეინსტრიმული პოლიტიკური პარტიები ანტიკონსტიტუციურად გამოაცხადოს, ეს ამ პროცესის დასასრული ჩვენ კიდე წინ გველოდება, მოასუფთავოს ველი და დარჩეს მხოლოდ სიმულაციური, ანუ კვაზი ოპოზიციური ძალების ამარა. ჩვენ ვხედავთ ამას, ესე იგი ოპოზიციის გაქრობა თავში არ მოვა არც ერთ ევროპულ პოლიტიკოს, რაც არ უნდა მემარჯვენე რადიკალურ იდეებს და პოლიტიკას ახორციელებდეს. ეს არის სუფთა რუსული, სუფთა ბელარუსული მეთოდი და ყველაზე საგანგაშო, მაგრამ ამავე დროს ერთსაც ვიტყოთ უშუალოდ მოკლედ კარიკატურული არის ის, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ ერთმნიშვნელოვნად თქვა, რომ სხვა პარტიები, ოპოზიციური პარტიები, რომელთა აკრძალვა ჯერ ქართულ ოცნებას არ მოუთხოვია, ამ საფრთხის თუ საშუალების წინაშე დარჩებიან, როგორც კი ისინი მოძლიერდებიან. პირდაპირ თქვა, შავი თეთრზე თქვა ეს ინტერვიუში. ანუ ქართულ ოცნებას სურს პოლიტიკა აწარმოოს ოპოზიციის გარეშე, ოპოზიციური პოლიტიკის გარეშე პოლიტიკის წარმოება, ეს არის რუსული ავტორიტარიზმი, ბელარუსული ავტორიტარიზმი ერთმნიშვნელოვნად და ცალსახად. ბატონო, ეს თემა რომ შევაჯამოთ, ახლა მთელი წლის განმავლობაში ვისმენდით შეფასებებს, რომ ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რასაც ახლა თქვენ ისაუბრეთ და რა პერიპეტიებსაც ჰქონდა სწორედ ხელისუფლების გაწყვეტილების ფონზე ადგილი, საქართველოს აღარ მიდის დასავლეთისკენ. აი თუ დასავლეთს ვშორდებით და ჩვენი კურსი დასავლეთისკენ აღარ გვაქვს, მაშინ რა ქვია ჩვენს დღევანდელ კურსს და რა შეიძლება იყოს ხვალინდელი კურსიც, ესეც საინტერესო მგონია. ანუ 2026-ში რა გადაწყვეტილებებს შეიძლება ველოდოთ ქართული ოცნების მხრიდან. არ ვიცი, შეიძლება რთულია ამის პროგნოზირება, თუმცა აი ბოლო დროს მაგალითად მოხშირდა განცხადებები, რომ ოცნება აქტიურად უნდა ამუშავებდეს ნეიტრალიტეტის იდეას. რამდენად ფიქრობთ, რომ ერთ დღესაც ქართულ ოცნებაში გაიმართება ბრიფინგი, საიდანაც სწორედ ამას გვამცნობენ. ანუ საით მივდივართ ჯამში ეს საკითხი? ანტიდასავლური და სრულიად გამოხატული, ერთმნიშვნელოვნად გამოხატული პოლიტიკის შედეგი არის ის, რომ საქართველოს რჩება ალიანსების გარეშე, ანუ საქართველოს რჩება მეგობრობის გარეშე. უკვე ნატოზე აღარ ლაპარაკი, ევროკავშირი, რომელიც ნამდვილად იყო, ასე ვთქვათ, რეალურად იყო საქართველოს ხვალინდელი დღე, ეს, ასე ვთქვათ, პერსპექტივაც გაუქმებულია, პრაქტიკულად გაუქმებულია და
ქართული ოცნების ნებისმიერ დაპირება საზოგადოების მიმართ ეს მოხდება 2028 თუნდაც 2030 წელს არის აბსოლუტურად არარეალისტური და არანაირ პერსპექტივას ევროპასთან დაახლოების გზაზე ქართული ოცნების ხელში ვერ მივაღწევთ. რას ნიშნავს ალიანსების გარეშე საქართველოს დატოვება? ეს ნიშნავს ძალიან დიდ რისკს, პრაქტიკულად გარანტირებულ რისკს მისი უსაფრთხოების გზაზე, მისი უსაფრთხოების დათმობის გზაზე საქართველოს ხდება აბსოლუტურად მოწყვლადი რუსეთის წინაშე, რომელსაც სულ აქვს ეს იმპერიული, ასე ვთქვათ, ამბიციები, სულ აქვს იმპერიული მისწრაფებები, ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია და ის უბრალოდ რჩება მარიონეტი რუსეთის ხელში, რომელიც ასე ვთქვათ, ნებისმიერ ეტაპზე, ნებისმიერ დროს საქართველოს თავის, ასე ვთქვათ, უკმად გაიხდის და არ არსებობს არანაირი ძალა რომელსაც ამ გზაზე შეუძლია საქართველოს დაეხმაროს. ყველაზე უფრო ერთგული მეგობრები საქართველოს ამ გზაზე მოიძულა და ის ფაქტობრივად დარჩა პირისპირ შიშველი ხელებით რუსული იმპერიალიზმის წინაშე. რაც შეეხება იმ დობის და მოწონების მაჩვენებელს, რომელიც თქვენ რამდენიმე წუთის წინ ახსენეთ, თქვენ სოციოლოგი ხართ, ამიტომ ახლა სწორედ იმაზე ვისაუბრებთ, რას ფიქრობს თვითონ ხალხი იმ ყველაფერზე, რაც ჩვენს ქვეყანაში ახლა ხდება. აი გვითხარით, როგორ არის შეცვლილი დობის და პოზიტიური განწყობის მაჩვენებელი ქართული ოცნების მიმართ. აი თქვენი ინფორმაციით და ბოლო კვლევებით, რომელმაც სწორედ თქვენს ხელში გაიარა. 2025 წელს ქართულმა ოცნებამ ამ მრჩევლები დაკარგა თუ და თუ კი რამდენად დიდია ეს დანაკარგი. 2025 წელს ყველაზე ბოლო კვლევები რაც ჩვენს ხელთაა, რაც ჩვენ ორგანიზაციამ ჩაატარა, ეს არის ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებული კვლევები. აი აქ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები აჩვენებდა, რომ ქართული ოცნების მხარდაჭერა თბილისში არის, ასე ვთქვათ, არსებითად და რადიკალურად შემცირებული. ის არის, ასე ვთქვათ, 15-20%-ის ფარგლებში, რაც შეეხება მთლიანად საქართველოს, დაახლოებით მე-13 ან 35%-ია ამომრჩეველი, ასე ვთქვათ, ქართული ოცნების, ოღონდ იცით რა ეს ამომრჩეველიც არ არის, ასე ვთქვათ, ჰომოგენური. ამ ამომრჩეველში, ქართული ოცნების ამომრჩეველში ჩვენ შეგვიძლია, ისე როგორც ოპოზიციის ამომრჩეველში სხვა შორის, ქართული ოცნების ამომრჩეველში ჩვენ შეგვიძლია სხვადასხვა პოლიტიკური სუბკულტურა გამოვყოთ, თუ შეიძლება ასე ითქვას. ერთი ეს არის ქართული ოცნების ის ამომრჩეველი, რომელიც, მის პროპაგანდას პირდაპირ ასე ვთქვათ, ექვთანდებარება, ემორჩილება და ქართული ოცნების ნებისმიერ ნაბიჯს უკრიტიკოდ იღებს. აი ასეთი უკრიტიკო ამომრჩეველი ქართულ ოცნებას ყავს ძალიან ცოტა, ეს არის დაახლოებით 15%, როგორც ამას საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები არსებობს. სხვა ნაწილი ქართული ოცნების ამომრჩეველში ქართულ ოცნებას უფასებს იმ ასე ვთქვათ, შედეგებს, პოზიტიურ შედეგებს რასაც მან მიაღწია, ამ პოზიტიურ შედეგებში ორი არის წამყვანი, ხო? ორი შედეგია, ასე ვთქვათ, წამყვანი, ეს არის მშვიდობის, ასე ვთქვათ, უზრუნველყოფა, ის რომ ქვეყანაში არ ცვივა ბომბები და ქართული ოცნების პროპაგანდა, აქტიურად, აი არსებითა სუბსტანციურად იყენებს, თუ შეიძლება ასე ითქვას, ამ არგუმენტს, რომ ქართული ოცნება ღირსია ხელისუფლებაში დარჩეს, იმიტომ რომ მისი ბედი უკრაინის სცენარით არ განვითარდა, ეს ერთი და მეორე ეს არის აი ამ ასე ვთქვათ, ქალი-ქალიას და კაცი-კაციას უკვე კარიკატურად ქცეული, ასე ვთქვათ, მესიჯი, რომელიც ქართული ოცნების მომხრეებში ასევე ძლიერია იმ თვალსაზრისით, რომ ისინი ქართული ოცნებას მიიჩნევენ იდენტობის, ასე ვთქვათ, მაგარანტირებელ პოლიტიკურ ძალად. თუმცა უნდა ვთქვა, რომ ქართული ოცნების ამომრჩევლებში ჯერ კიდია, სხვა შორის ბევრი ამბობს, რომ ეს ასე არ არის, მაგრამ მე მათ არ ვეთანხმები, ჯერ კიდია ამომრჩეველთა ის ნაწილი, მოდი ასე ვთქვათ, ისეთი ზომიერი ლოიალისტები, ან რბილი ლოიალისტები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ქართულ ოცნებას ხელი ეწიფება ევროპულ ინტეგრაციაში, საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაში დაბრუნება და მათ ამ თვალსაზრისით იმედი
არ გადაუწურავთ, ამას აჩვენებს თუნდაც საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების ის შედეგი, რომ ქართული ოცნების ამომრჩეველთა ჯგუფშიც უმრავლესობა ევროინტეგრაციის მომხრეა. აქაც არსებობს სხვადასხვა ნაკადები, ახლა არ მინდა ამას დეტალურად ვისაუბრო, მაგრამ რისი თქვა მინდა, თუ შევაჯამებ ქართულ ოცნებას შეუმცირდა ამომრჩეველი და შეიძლება ითქვას, რომ მთავარ პოლიტიკურ ცენტრში საქართველოს მთავარ პოლიტიკურ ცენტრში, მაგრამ რამდენად ისე რომ ხვალ რომ რიგარეში არჩევნები დაინიშნოს, მასში გამარჯვება გაუჭირდეს და ამ კონტექსტში მოდით ბატონო, ოპოზიციური სპექტრის მიმართ საზოგადოების განწყობაზე კითხავთ, ანუ მათ მიმართ განწყობებში რაც ცვლილებებია 2025 წელს, იმიტომ რომ ერთი შეხედვით არც ოპოზიცია გამოიყურება კარგად და შესაბამისად არც ოპოზიციური ძალების პოზიციონირებით უნდა იყოს მაინდა-მაინც კმაყოფილი და მოხიბლული საზოგადოება. ანუ რას ამბობს კითხვები უკვე ოპოზიციაზე? და მართლაც ხვალ რომ არჩევნები დაინიშნოს, რა შედეგებით დასრულდება თქვენი აზრით? ერთი ძალიან სევდიანი შედეგი, რომელიც ასევე 2025 წლის მოვლენებმა მოიტანა, არის ის, რომ ამომრჩეველთა მნიშვნელოვან ნაწილს, განსაკუთრებით ოპოზიციურ ამომრჩეველთა უმრავლესობას არჩევნების, როგორც ძალაუფლებისთვის ლეგიტიმური მექანიზმის მიმართ ნდობა არ აქვს. ეს აჩვენა, ასე ვთქვათ, ადგილობრივმა არჩევნებმა, სადაც ოპოზიციური ამომრჩეველი მინიმალურად მივიდა. ჩვენ ხედავთ, რომ ყველაზე უფრო დაბალი იყო ამ არჩევნებზე, ადგილობრივ არჩევნებზე, სხვა არჩევნებთან შედარებით მონაწილეობის ხარისხი, მას არჩევნებს საზოგადოება არ განიხილავს ძალაუფლების ცვლის, ან აღარ განიხილავს ძალაუფლების ცვლის ლეგიტიმურ მექანიზმად. ეს ძალიან ტრაგიკული შედეგია, რელა უნდა ვთქვათ და რაღაცნაირად უნდა შეძლოს ქართულმა საზოგადოებამ არჩევნების მიმართ ნდობის დაბრუნება, იმიტომ რომ ამ მექანიზმის ამოქმედების და ეფექტურობის გარეშე ძალაუფლების ცვლის სხვა ასე ვთქვათ ხერხები და სხვა ინსტრუმენტები შესაძლოა წამგებიანი აღმოჩნდეს და პირიქით ხელს უწყობდეს ქართული ოცნების ძალაუფლების გამყარებას, ხო? ესე იგი ეს ერთი მნიშვნელოვანი ამბავია, ხო, და რაც შეეხება ოპოზიციას, რასაც თქვენ ბრძანეთ, კი, ოპოზიციასაც აქვს ლეგიტიმაციის პრობლემები, მაგრამ ის რაშია საქმე, აქ ჩვენ უნდა აუცილებლად ყურადღება უნდა მივაქციოთ კონტექსტს. შეეძლო თუ არა ოპოზიციას ყოფილიყო უფრო ეფექტური, ვიდრე ის აღმოჩნდა იმ ასე ვთქვათ, უზარმაზარი ზეწობის თუ რეპრესიების პირობებში, რასაც ის ქართული ოცნების ქვეშ გადის, ხო? მაგრამ მე თუ დაგისვავთ კითხვას, რა შეცდომებს ხედავთ უშუალოდ ოპოზიციურ ფლანგზე დაშვებულს, უშუალოდ ოპოზიციური პარტიების მხრიდან, რამაც საბოლოოდ ამ მდგომარეობამდე მიიყვანა ოპოზიციური სპექტრი, რა იქნებოდა თქვენი პასუხი? მე ვფიქრობ, რომ ძირითადი შეცდომა, რაც ოპოზიციურმა სპექტრმა დაუშვა, ერთი ეს არის ასე ვთქვათ, პარტიული ინფრასტრუქტურის თუ პარტიული სტრუქტურის გაძლიერებაზე ნაკლებად ზრუნვა და ეს ყველაზე მეტად გამოჩნდა იცით რაშია, როდესაც ოპოზიციური პოლიტიკური ძალების პირველი პირები აღმოჩნდნენ ციხეში, ამ პარტიებმა ვერ ვიტყვი რომ შეწყვიტეს, მაგრამ მნიშვნელოვნად არსებითად ჩიანელეს ფუნქციონირება. ანუ მეორე ეშელონი თუ შეიძლება ასე ითქვას, არა, ლიდერების როტაცია ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევაა და ჩვენ აღმოჩნდით იმ ფაქტის წინაშე, რომ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები თითქოს ასე ვთქვათ ერთი პოლიტიკოსის ამარად არჩნენ, ხო? ეს ერთი. მეორე, რაც აუცილებლად უნდა ითქვას, არის ის, რომ ოპოზიციურმა პოლიტიკურმა სპექტრმა მცდელობის მიუხედავად, ახლა ეს მცდელობა ნამდვილად იყო და ამას ვერ დაუკარგავთ, координация საერთო ერთიანი ასე ვთქვათ ხედვის თუ მოქმედების ტაქტიკის ვერ მოახერხა, ტაქტიკის შემუშავების ვერ მოახერხა. ესეც მნიშვნელოვანია, ჩვენ ვხედავთ, რომ ოპოზიციურ ფლანგზე სხვადასხვა ოპოზიციური ძალები ერთმანეთს არაუბრალოდ აკრიტიკებენ, რაც აბსოლუტურად ნორმალური მოვლენაა, არამედ ერთმანეთს ძირავენ კიდეც, ხო? და ეს ახდენს ოპოზიციური პოლიტიკოსების
მიმართ ნდობის ეროზიას, ესე იგი თუ საერთო ტაქტიკაზე ან კოორდინაციაზე არ შეიძლება შეთანხმდე, მაშინ მას უნდა ელოდეს საზოგადოება. მადლობა ბატონ იაგო იმისთვის რომ იყავით ჩვენი სტუმარი. დაგემშვიდობებით და მომავალ წელს ისევ შევხვდებით ერთმანეთს, ისე როგორც კეთილი სურვილებით წინასწარ გილოცავთ დამდეგ შობა ახალ წელს. დიდი მადლობა, მეც ულოცავ თქვენ და თქვენ შესანიშნავ გუნდს ახალ წელს. მადლობა. მაშასე ეს იყო 2025 წელს ნიუსრუმის ბოლო გადაცემა, შესაბამისად უკვე 2026 წლიდან შევხვდებით ერთმანეთს, იქამდე რა თქმა უნდა ბედნიერ შობა ახალ წელს გისურვებთ და გისურვებთ კეთილდღეობას საკუთარ ოჯახებში, ისე როგორც განვითარებას წინსვლას და უკეთეს წელიწადს უსურვებ მთლიანად ჩვენს ქვეყანას. წელს ამით ვასრულებთ და ხვდებით 2026-ში. ნახვამდის.